ელი, ახლა 26-ის ხარ, ხო? კი. და შენი ანტრეპრენერობის გზა 20 წლისას დაიწყე. კი. ეხლა რომ 20 წლის ელისოს შეხვდე, რა არჩევას მისცემდი? ყველაზე მეტად მეშინოდა სახის დაკარგვის, იმიტომ რომ მქონდა კარგი გოგოს რეპუტაცია აშენებული, ანუ ყველაზე პრესტიჟული წარმატებული წარმატების გზა, ყველაზე კარგი უნივერსიტეტი, 100%-იანი დაფინანსება, მშობლებს უყვარვარ, მასწავლებლებს უყვარვარ, ნათესავები ამოყობენ ჩემით და უცებ ვიწყებ ძალიან არაპრესტიჟულ საქმეს. გაყიდვებ. დღემდე არიან იმ პერიოდის სანაცნობო, რომელიც მეუბნება, რომ აი ადრე კაი ტიპი იყავი და ადრე მომწონდი, მაგრამ ზუსტად იმ ადრე რო კარგი ტიპი ვიყავი, ყველაზე უბედური ვიყავი. ვერ ვხედავდი ჩემი გრძელვადიანი მიზნების მიღწევას იმ გზით და უბრალოდ ის გზასაც ვიყავი, იყო ოქროს გალია და ძალიან პრესტიჟული დებილობა. გახსოვდეს, რომ თუ ყველაზე პრესტიჟულ საქმეს ეძებ, სავარაუდოდ ხელფასზე გადის ეს გზა და ყველაზე კარგი ხელფასიც ვერ მოგცემს იმ თავისუფლებას, რაც ანტრეპრენერობა და როცა ანტრეპრენერობას იწყებ, მით უმეტეს ნული ბიუჯეტით, ინვესტიციებით, თავიდანვე შარვალ კოსტუმი არ გაცვია და ბიძიები ხელს არ გართმევენ, იცოდე რომ სხვებისთვის ეს იქნება ერთი ნაბიჯით ქვემოთ ჩამოსვა და წარუმატებლობისკენ წასვლა. ნაწილი მხარს იმიტომ დაგიჭერს, რომ კონკურენტი მოიშორეს თავის გზაზე და სინამდვილეში უხარიათ, რომ ერთი ნაბიჯით ქვემოთ ჩამოხვედი. ზოგს დაკარგავ, იმიტომ რომ შენთან აწყობდათ ურთიერთობა, როცა ისეთი წარმატებული წარმატებით მიდიოდი და ძალიან ცოტა ვინც თავიდანვე დაგიჭერს მხარს და გულწრფელად, იმიტომ რომ ხედავს აქ შენს განვითარებას და შენს მიზანს. და ერთადერთი გზა, რომ მიაღწიო ერთდროულად დროის, ადგილის და ფინანსურ თავისუფლებას, ეს არის გააკეთო შენი საქმე. რაც არასდროს იქნება უფრო პრესტიჟული. შეგვიძლია.